ინსპირაციით, საინტერესო საუბრებითა და განსაკუთრებული სტუმრებით. ამ სეზონის პირველივე ეპიზოდში მასპინძლობთ ქალბატონს, რომლის ცხოვრება და საქმიანობა ნამდვილად იმსახურებს ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას. დღევანდელი სტუმარი გახლავთ ქალბატონი ფაქიზო ფანჩულიძე კუჭავა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მენტორი პედაგოგი, სკოლის დირექტორი, ტრენერი, ლიდერი, რომელმაც ასობით მოსწავლე და კოლეგა შთააგონა და წარმატების გზაზე დააყენა. იგი ასევე გახლავთ საგანმანათლებლო პროექტების ავტორი. გამარჯვებული არაერთ კონკურსში, მაგრამ აღსანიშნავია იმერეთის რეგიონის წარმატებული საქმიანი ქალბატონის ჯილდო 2036 წელი. ჩვენი სტუმარი მრავალხრივი ნიჭით დაჯილდოებულია, წერს ლექსებს, ქმნის ჩანახატებს, მუსიკასა და ცეკვასაც ფლობს პროფესიულ დონეზე. ქალბატონი ფაქიზო თავისი პროფესიული გზით გვიჩვენებს, რომ შეუძლებელი არაფერია. მისთვის თავისი საქმიანობა არა მხოლოდ სამსახური, არამედ მოწოდება და ცხოვრებისეული მისიაა. მეგობრებო, ჩემო ძვირფასო მსმენელებო, დარწმუნებული ვარ, რომ ეს საუბარი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი. მაშასე, ქალბატონო ფაქიზო, დიდი სითბოთი და პატივისცემით მოგესალმებით Uploading with Ingas პოდკასტში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მზად ხართ პირველ კითხვას უპასუხოთ და სანამ ჩემს კითხვას უპასუხებდეთ, მიესალმეთ ჩვენს საზოგადოებას. მოგესალმებით ქალბატონო ინგა და უბედნიერესი ვარ, რომ თქვენს პოდკასტში მიწევს ამ სეზონის გახსნა. მივესალმები სრულიად სოციალური სივრცის მაყურებელს, მსმენელს და ზუსტადაც მზად ვარ, რომ უპასუხო უკვე თქვენ კითხვებს. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი დროისთვის და ძალიან გვიხარია, რომ დღეს ჩვენი სტუმარი ბრძანდებით. მაშასე, დავიწყოთ. პირველი კითხვა. ქალბატონო ფაქიზო, როგორ დაიწყო თქვენი კარიერა განათლების სფეროში? მოდით ასე ამ კითხვით დავიწყოთ. ქალბატონო ინგა, მინდა გითხრათ, რომ სკოლის დამთავრებისთანავე წარმატებით დავამთავრე ტყიბულის მეხუთე საჯარო სკოლა, უმალვე ჩავაბარე ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დავრჩი ქუთაისის ხელოვნების და პედაგოგიკის უნივერსიტეტში და ლექციების კურსის წაკითხვა დავიწყე. და იმავდროულად თან დავქორწინდი, გავთხოვდი წყალტუბოში და წყალტუბოს მესამე საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. და ვფიქრობ, რომ ეს წარმატებული გზის დასაწყისი იყო ჩემთვის, რამე თუ ფილოლოგობა და ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლობა ჩემი ყველაზე საყვარელი პროფესიათაგან, იმიტომ რომ რამდენიმე პროფესიას ვფლობ. ძალიან საინტერესოა ნამდვილად. ძალიან საინტერესო იქნება ასევე პასუხი, რა იყო მთავარი мотиваცია თქვენ იყავით ფილოლოგიის არჩეულები წარჩინებული პედაგოგი, მასწავლებელი, მაგრამ რა იყო ის მთავარი мотиваცია, რომ სკოლის დირექტორი გახდით და სკოლის დირექტორი გამხდარიყავით? ის რომ პედაგოგი გავხდი, ამის საწინდარი გახლდათ ის, რომ მყავდა არაჩვეულებრივი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და იმდენად შთაბეჭდა გაკვეთილებს გვიტარებდა, რომ უმალვე გადავწყვიტე, რომ აუცილებლად ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გავხდარიყავი. შევძელი კიდეც ინგა, ასე თუ ისე, თუმცა ამას ალბათ ყველაზე უკეთ ჩემი მოსწავლეები იტყვიან. და 1994 წლიდან შევდექი პედაგოგიურ საქმიანობას და მინდა ალალად გითხრა და გულწრფელად, რომ სადღაც უკვე 2014 წლამდეც კი მივხვდი, რომ საკლასო სივრცე ეს არეალი აღარ მყოფნიდა. ანუ აღარ მყოფნიდა ისი არეალი, მხოლოდ ის კლასები, რომელსაც ვასწავლიდი, მინდოდა მეტი სივრცე, მეტი არეალი იმისთვის, რომ ჩემი ინოვაციური სწავლების პრაქტიკა დამენერგა და მომეცა ამის საშუალება. ახლა ვარ იმ ადგილას, რომელიც ძალიან მომწონს. თავს გრძნობ კომფორტულად, მუდმივად ახალგაზრდად, იმიტომ რომ
თქვენ იცით, სკოლა ძალიან ცოცხალი ორგანიზმია. სკოლა ნამდვილად. არის ის ალაგი, სადაც მუდმივად სკოლას ვამთავრებთ და ჩვენ ბავშვობას ვერასოდეს ვერ ვცილდებით და თანვე მიბმული ხარ ჯაჭვით იმ სფეროს და პროფესიას, რაცაც ქვია მასწავლებლობა. მე ჩემი მასწავლებლის ძალიან დიდმა სიყვარულმა მიმიყვანა ჩემს პროფესიამდე და დღესაც ვაგრძელებ ამ გზას. თუმცა ჩემ მშობლებს უნდოდა ყოფილიყავი ექიმი, მაგრამ ვერანაირად ვერ ჯდებოდა ჩემ ხასიათში სამედიცინო სფეროს მუშაკობა და საბედნიეროდ ეს ოცნება აუხდინა ჩემს დედას და მამას, ჩემ ადამ, რომელიც ამ გზას შესანიშნავი. გადია. ძალიან საინტერესოა. მადლობა ამ შთამაგონებელი პასუხისთვის. ქალბატონო ფაქისო, ზოგადად ალბათ ამ წარმატებისთვის თავარი მაინც პრინციპებია. ძალიან საინტერესოა, როგორია თქვენი მთავარი პრინციპები, რომელსაც ხელმძღვანელობაში ყოველთვის იყენებთ, მიჰყვებით. თუ შეიძლება რომ ამაზე გვიპასუხოთ? იცით, ნოდარ დუმბაძეს აქვს ძალიან კარგი სიტყვები მასწავლებლის შეფასებისთას. მასწავლებელი უნდა იყო უაღრესად თანამედროვე, უსასრულოდ უნდა გიყვარდეს ბავშვები, უნდა გიყვარდეს საგანი, რომელსაც ასწავლე. და როდესაც უკვე სკოლის ხელმძღვანელი ხდები, მე ვთვლი, რომ სკოლის ხელმძღვანელი ძალიან კარგად უნდა იცნობდეს სკოლას და ვიდრე გახდები დირექტორი, ალბათ აუცილებლად უნდა გაიარო ის გზა, რასაც ქვია პედაგოგობა, რომ ძალიან ახლოს იყოს შენს კოლექტივთან და ზოგადად პედაგოგის ჭირი და ხინი გაითავისო. ჩემი პრინციპი, რომელსაც ხელმძღვანელობ როგორც დირექტორი, გახლავთ ის, რომ ვიყო სამართლიანი. ძნელია იცით სამართლიანობის დაცვა. ვიყო გულწრფელი ურთიერთობაში, ძალიან გულწრფელი და მახსოვს ინგა, როდესაც დირექტორების გასაუბრებაზე ვიყავი, აი იქ მითხრეს, რომ თქვენი ყველაზე დიდი სისუსტეო რა არის? და მე ვუთხარი, რომ ძალიან გულწრფელი ვარ მეთქი და იცით რა მიპასუხეს? ეს არ არის შენი სისუსტე, ეს ძალიან დიდი სიძლიერიაო და მაშინ გამიკვირდა, როცა ასე მიპასუხეს, მაგრამ ჩემი დირექტორობის 12 წლიანმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ თუ გულწრფელი ხარ კოლექტივთან, თანამშრომლებთან, ტექ პერსონალია ეს, პედაგოგებია ეს, მოსწავლეებია თუ მშობელი, იცოდე, რომ გულწრფელობა არის ყველაზე კარგი გზა და საშუალება კომუნიკაციის დასამყარებლად და ამას თუ სამართლიანობაც თან ახლავს, იცოდე, რომ ეს არის გზა იყოს სკოლა წარმატებული. დაუცარია ნამდვილად ამღელვებელია, მეც ემოციებში ვარ. ალბატონო ფაქიზო, ნახეთ, თქვენ აღნიშნეთ, რომ 12 წელია უკვე ვარ დირექტორი და ეს ნიშნავს, რომ გრძანდებით ლიდერი. რას ერის სკოლაში? კიდევ უფრო ჩაუღრმავდეთ, თუ შეიძლება. როგორ ვერ გავიგონე კარგად რას კითხვა? ნიშნავს თქვენთვის კარგი ლიდერი სკოლაში? მე ასე გეტყოდით, იგა, ვიდრე გავხდებოდი სკოლის დირექტორი, ლიდერი მასწავლებელი ვიყავი. მ, ლიდერობა ვფიქრობ არის გზა წარმატებისკენ. სადღაც ამოვიკითხი არ მახსოვს, თუ მმართველი გეტყვის, რომ წადი, გააკეთე, ლიდერი ამბობს, წავიდეთ, გავაკეთოთ. ლიდერის პრინციპი არის გუნდურობა და არა მხოლოდ ეული გზა სავალი წარმატებისკენ, ერთიანი გუნდურის სვლა წარმატებისკენ. ჩემი სკოლის წარმატების ფორმულაც ეს გახლავთ. მე არასოდეს არ ვთვლი, რომ ვარ სკოლის დირექტორი. ეს ვფიქრობ არის ის სახელდება, რომელიც უბრალოდ სკოლის შემოსასვლელში ჩემს კაბინეტის ზღურბლს აი აწერია. მე ვთვლი, რომ ვარ ლიდერი და ვარ ლიდერთა ლიდერი. ჩემ სკოლაში უამრავი ლიდერი მასწავლებელია და ჩვენ ერთად, ერთიანად მივყვებით გზას წარმატებისკენ და რა თქმა უნდა, ლიდერთა ლიდერი სათავეში დგას, მაგრამ გუნდს ერთიანად აი ამ გზასავალზე წინ უძღვება.
და მასთან შესანიშნავია და ერთად მიყვება ამ გზასავალს. ნამდვილად და მე მინდა ჩემი საყვარელი ასე ვთქვათ ფრაზა კიდე გავაჟღერო აქ რომ ასევე კარგი ლიდერი ბევრ ლიდერს ქმნის და მე ვხედავ დიახ, აუცილებლად. ამას. მე ჩემი მინდა კითხვა დიახ და სიამაყით აღვნიშნო, რომ სადაც კი ჩვენი კურსდამთავრებულები მოხვედრილან, უმალვე ლიდერული უნარჩვევები მიყვება სკოლიდან, იმიტომ რომ გითხარით, რომ ეცნიერად ჩვენ სკოლაში რამდენიმე ძალიან ბევრი ლიდერი მასწავლებელია და ჩვენი პროექტები, ჩვენი გაკვეთილები, ალბათ უპირველეს ყოვლისა ლიდერის უნარჩვევებს გამოუმუშავებს მოსწავლეებს და ძალიან კარგია ეს. ლიდერობა არაა ამბიციურობა, ლიდერობა არის ერთიანობა, საერთო საქმის ერთად კეთება. და ვფიქრობ ეს ძალიან კარგია. ნამდვილად გეთანხმებით ქალბატონო ფაქიზო და ნახეთ ჩემი შემდეგი კითხვა მდგომარეობდა როგორ ახერხებს ქალბატონი ფაქიზო მასწავლებლებთან, მშობლებთან, მორწმუნეებთან დობასა და ურთიერთპატივისცემის ჩამოყალიბებას, თუმცა თქვენ უკვე ამ კითხვაზე მიპასუხეთ. ხომ არაფერს დაამატებდით კიდევ უფრო? დავამატებდი რას, მახსოვს რომ როცა მოვედი დირექტორად, უბრალოდ მინდოდა რომ ერთ ფინჯან ყავაზე დამიპატიჟებია მშობლები. და არაფორმალურ გარემოში მათი წინადადებები მომესმინა. რას მირჩევდნენ სკოლის უკეთ წარმართვისათვის და ძალიან კარგი შეიქნა ეს ერთი ფინჯანი ყავა და სულ რაღაც 1 საათი მშობლებთან გატარებული, იცით რამდენი რამისკენ მიბიძგა. მაშინ იცით თქვენ რო იყო ეგრეთ წოდებული კატის გამოცდები და კატის გამოცდებისთვის ბავშვებს სჭირდებოდათ განსაკუთრებული მომზადება და ჩვენმა მასწავლებლებმა გამოთქვეს სურვილი, რომ დამატებით მეშვიდე გაკვეთილებს ჩაატარებდნენ ამ საგნებისთვის, რათა მოსწავლეებს კარგი შედეგი ეჩვენებინათ და ამან გაამართლა. არც ერთ გადაწყვეტილებას არ ვღებულობ, თუ არ შეუთანხმდი გუნდს. გავაკეთებ რაღაც 5 წუთიან თათბირს, რჩევას ვკითხავ პედაგოგებს აუცილებლად საბედნიეროდ ჩვენ სკოლაში მუშაობს საკმაო სტაჟის მქონე პედაგოგები და ყოფილი სკოლის დირექტორი, არ არსებობს რომ კონსულტაცია მათთან არ გავიარო ცალკე, მე პედაგოგებს ხვდები და პედაგოგების გადაწყვეტილება ჩემთვის ერთპიროვნულად მისაღებია უკვე, რასაც მეტყვიან და რასაც მირჩევენ. მახსენდება, როდესაც მშობლებთან ვაპირებდი შეხვედრას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო სკოლის ფორმის შემოღება. მინდოდა რომ გარეგნული თვალსაჩინოთაც ყოფილიყო გამორჩეული სკოლა და გავაკეთებ მშობლებთან შეხვედრა და მათთვის ხელმისაწვდომი, მათთან შეთანხმებით ჟილეტები შემოვიღეთ. ანუ მშობლებთან კომუნიკაციით, მშობელთა რჩევით, ალბათ ნდობა და პატივისცემა დავიმსახურე. მახსენდება ახალკლასელებთან შეხვედრა, აქაც არ არსებობს რაიმე პროექტი, რომ მოსწავლეებთან წინასწარ შეხვედრა არ გავაკეთო და მათი აზრი არ გავითვალისწინო. ბოლოდროინდელი ასეთ შეხვედრები მახსოვს თეატრონის, ანუ თეატრალური დასის და ზოგადად თეატრის სკოლაში ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ჩამოაყალიბეთ თეატრალური დასი ოტიაური, იმიტომ რომ თქვენ იცით თეატრი ემპათიას, თანაგრძნობას უღვივებს მოზარდებს ნამდვილად. და სხვის ქურქში ეხვევი, იცი? და ეს განახებს კარგად. და ზუსტად მოსწავლეებთან შეთანხმებით, მათი სურვილით მოვახერხე ის, რომ სკოლაში ჩამოყალიბდა თეატრი, მერე სასკოლო თეატრალურ ფესტივალშიც მივიღეთ მონაწილეობა და საკმაო პოპულარობაც მოვიპოვეთ ამ კუთხით და ერთგვარი ჯილდო ვაჟის საუკეთესო როლის შესრულებისათვის. ზუსტად მათთან კომუნიკაციით, მათთან მუდმივი შეხვედრებით ვახერხებ იმას, რომ მოვიპოვო ნდობა, პატივისცემა, იმიტომ რომ თანამშრომლობა არის ის გზა და საშუალება, რომელიც აუცილებლად პატივისცემაზეა დაფუძნებული. უღრმესი მადლობა, ვხედავთ, რომ თქვენი პასუხები მართლაც ინსპირაციულია და ბევრი რამის სწავლა შეიძლება ამისთვის ქალბატონო ფაქიზად. მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ლიდერი, როგორც დირექტორი, თქვენ ძალიან ბევრ ამბებს გვიყვებით, მაგრამ ვფიქრობ, ამის უკან ძალიან ბევრი გამოწვევა იმალება.
აი, რა არის თქვენი ყველაზე დიდი გამოწვევა როგორც დირექტორის, თუ შეიძლება ამ კითხვაზე რო გვიპასუხოთ? ძალიან საინტერესო იქნება ალბათ საზოგადოებისთვისაც. ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევა როგორც დირექტორის. მოდი იმას გეტყვით თავიდან, როდესაც სკოლაში მოვედი, 465 მოსწავლე იყო. აჰა. ბედნიერი ვარ, თითქმის გაორმაგდა მოსწავლეთა რაოდენობა სკოლაში. კოჩა. ილოცავთ. 100 მოსწავლე გვყავს, 800-მდე მოსწავლე და ეს ფაქტი ძალიან მახარებს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ძალიან კონკურენტუნარიანი იყოს სკოლა. ამ წუთში გამოწვევა რა არის ჩემთვის? მიუხედავად იმისა, რომ ყავს ძალიან ძლიერი პროფესიონალი გუნდი პედაგოგებისა. აჰა. მინდა უახლოეს მომავალში მქონდეს მაღალი დონის თანამედროვე ინფრასტრუქტურული შენობა სკოლის. თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობით, თანამედროვე სმარტ ოთახებით, საცურაო აუზით, უნიკალური სპორტული დარბაზებით, ბიბლიოთეკით, ყველა საკლასო ოთახში ტექნიკური აღჭურვილობით. გარეთ სკოლის გარეთ ვხედავ მანქანების სადგომს მოწესრიგებულს, სპეციალურად გამოყოფილ ადგილს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, იმდენად მოთხოვნადია ჩვენი სკოლა, რომ აი გზაზე გავლაც კი გვიჭირს დილით, როდესაც მოსწავლეები სკოლაში მოდიან და ერთ-ერთი პრობლემა ალბათ ესეცაა აუცილებელი რომ მოწესრიგდეს. და მინდა გითხრათ, რომ ჩემი გამოწვევა ამ წუთში როგორც დირექტორის არის თანამედროვე გამართული ტექნიკური აღჭურვილებით სკოლა. თანამედროვე ავეჯით, თანამედროვე სპორტული დარბაზით, თანამედროვე საკლასო ოთახებით და ასე შემდეგ. мотивირებული ბრძანდებით დარწმუნებული ვარ, ამ მიზანსაც მიაღწევთ და ჩვენ გესტუმრებით მერე აი ამ არაჩვეულებრივ სკოლაში. თქვენ აუცილებლად მანამდეც იქნებით ჩვენი სტუმარი. დიახ, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. თქვენ ახსენეთ, რომ როდესაც მოკლედ მუშაობა როგორც დირექტორი 465-მდე მოსწავლე იყო და თითქმის გაორმაგდა 800-ზე მეტი მოსწავლე ყავთ. მე ვხედავ, რომ სკოლაში მოსწავლეები გრძნობენ დაცულად თავს. როგორ აქცევს სკოლას სივრცეთ, სადაც ყველა ბავშვი თავს დაფასებულად, დაცულად და კარგად და ლაღად გრძნობს. ეს ნამდვილად მოწმობს ეს ფაქტი, რომ სკოლაში თითქმის გაორმაგებულია მოსწავლეების რაოდენობა. როგორ ახერხებთ ამას? პირველ რიგში ყველა სკოლაში მომუშავეს უყვარს ბავშვები. ბავშვი ამას გრძნობს, იცით? სხვანაირად არ შეიძლება, ეს ტექპერსონალია, მასწავლებელია, დირექტორია. უნდა გრძნობდეს ბავშვი, რო გიყვართ და ზრუნა მასზე. თქვენ წარმოიდგინეთ, მშობელიც უნდა გრძნობდეს ამას. როგორ შეიძლება არ მიყვარდეს ბავშვი და როგორ შეიძლება პატივისცემით არ განვისჯვალო იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მისთვის ყველაზე ძვირფას მანდობს მე. მეცხოვდედა ვარ არა? ერთი შვილი მყავს და წარმოიდგინეთ, ეხლა ჩემ ერთ შვილს რო სკოლაში მივიყვან. რაოდენ ღირებული, რაოდენ ფასეული უნდა იყოს ის სკოლა და თუ არ ხედავ იქედან მსრულველობას, თუ არ ხედავ იქედან სიყვარულს, მე არ მინდა მხოლოდ საგნის სწავლა სკოლაში, მე უნდა ვგრძნობდე იქ პატივისცემას, თანადგომას და ალბათ ესაა პირველი მიზეზი იმისა, რომ აქ ბავშვები მოდიან. ამასთან ერთვის ისიც, რომ პროფესიონალი კოლექტივი მყავს. მესამე ალბათ არის ის, რომ ლიდერი ვარ ისეთი, რომელიც საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე პროცესებს ვნერგავს სკოლაში. არ არის აუცილებელი, იცით, მხოლოდ აკადემიური დონე კონდეს მოსწავლეს და მხოლოდ ამაზე გავამახვილოთ ყურადღება. ბავშვი არის ძალიან დიდი ქმნილება და მხოლოდ ერთი მხრით არ უნდა შევხედოთ. როგორც ქანდაკებას, როგორც ნოდარ დუმბაძე იტყოდა. შეიძლება ვერ ისწავლოს ბავშვმა, მაგრამ
პირველ რიგში მე მისი ადამიანობა მინდა. ლიტერატურით ადამიანცოდნეობას ვასწავლით. კარგი ურთიერთობით, კარგ ადამიანს ვზრდით. ისტორიის და სამოქალაქოს კარგი სწავლით, კარგ მოქალაქეს ვზრდით. და მე რა არის, იცით? ზოგადად რომ ხედავ კარგ ადამიანს, შეიძლება სწავლის ნიჭი არა, მაგრამ სხვა ნიჭი კონდეს, იცით? ცეკვის ნიჭი, სიმღერის ნიჭი კონდეს. ეს ჭირდება როგორც აერი სკოლას. ამიტომ ძალიან ხშირად არაფორმალურ განათლებაში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები შემოვიფარგლებით. საახალწლო ღონისძიებებს ვაწყობ და რო გონია ბავშვი, რომელიც შეიძლება გაკვეთილებზე ვერ იჩენს თავს ძალიან წარმატებული შედეგით, ისეთი რამე დამინახავს მასში, რომ და პროექტებიც ამის ძალიან კარგ საშუალებას გვაძლევს. და მთელი სკოლა ჩართულია იმაში, რომ აი საუკეთესო შედეგი მივიღოთ, საახალწლო განწყობა ერთად შევიქმნათ და ეს ყველაფერი ქმნის იმას, რომ თანასწორი, თანაბარი უფლება ყველას. რა თქმა უნდა, ეს ასე თავიდან არ იყო. ჩვენ ძალიან დიდი გზა გავიარეთ, იცით? ადამიანის უფლებათა ცენტრთან გვქონდა კავშირი. ძალიან ბევრ ტრენინგები გავიარეთ, როგორც მოსწავლეებმა, ასევე მასწავლებლებმა და თქვენ წარმოვიდგინეთ, მივახციეთ იმას, რომ გაეროს ელჩი ბავშვთა უფლებების ცენტრიდან ხასან ხალინი სწორედ ჩვენ სკოლაში მოვიდა. და რა ბედნიერი ვიყავი, ვერ წარმოიდგენთ, როდესაც მე გზურობას ჩვენი მოსწავლეები ინგლისურად უწევდნენ, იმიტომ რომ ჩვენი სკოლის მისიაა ორი უცხოენის გაძლიერებული სწავლება. გვაქვს კლუბები, გაძლიერებული პროგრამა კი არ გვაქვს, მაგრამ კლუბებია ამისა. თქვენი ციწყალტუბო ტურისტული ზონის ქალაქია და შეიძლება ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულმა უმაღლეს სასწავლებელში სწავლა ვერ გააგრძელოს, მაგრამ ტურისტულ ქალაქს აუცილებლად ჭირდება მოქალაქე ყავდეს უცხოენის მცოდნე, ისე რომ ტურისტს რაღაცად ერთგვარი ტურისტული ექსკურსი გაუწიოს. იცით? და აი ამას ყველაფერს ვახერხებთ კლუბური მუშაობით, ტრენინგებით. თუ არ ვიცით, არ გვერიდება ამის თქმა, ვიწვევთ ტრენერებს. თუ ონლაინ სივრცეში რაიმე ტრენინგია, ერთად ვესწრებით და ალბათ ესაა გზა და საშუალება იმისათვის, რომ ყველა თანასწორად, თანაბრად გრძნობს თავს. არ ვფიქრობთ, რომ სხვა აღმსარებლობის ბავშვი არ გვყავს. მახსოვს ერთ წელს ფერადკანიანი მოსწავლე მოვიდა სკოლაში და სხვა სკოლიდან გადმოვიდა. ცოტა ნაწყენი იყო მშობელი და მახსოვს 15 სექტემბერია და ეს ბავშვი კარის ზღურბლზე დგას და პირველი წავედი და ჩავეხუტე. განწყობა შეიქმნა ლიდერის დამოკიდებულებით ამ ბავშვისადმი. ყველაზე აქტიური გახდა მერე ეს ბავშვი და ვიდეო რგოლშიც გადავიღეთ მერე. როდესაც ტოლერანტობის დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დღე აგვეხნიშნა ვიდეო რგოლით. და ვფიქრობთ, რომ ჩემ სკოლაში ნამდვილად ყოველ შემთხვევისთვის ვცდილობთ ყველაფერს იმისთვის, რომ ყველა მოსწავლემ, ყველა მშობელმა თანაბრად იგრძნოს თავი. მე არ გამირჩევია როგორც ლიდერს, როგორც ხელმძღვანელს, დამლაგებელი პედაგოგისგან. არასოდეს. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი გვაქვს და ამ ერთ დიდ ოჯახში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაღაცნაირად უკეთესი მერმისი შევქმნათ წყალტუბოსთვის და ზოგადად საქართველოსთვის. ბევრ სიყვარულს გიგზავნით ზესტაფონიდან თქვენ დიდ ოჯახს, ასე ვთქვათ, წარმატებებს გისურვებთ და ქალბატონო ფაქიზო კიდევ ერთხელ ადასტურებს ის ფაქტი, აი თქვენმა ერთმა ქცევამ, ჩახუტებამ სრულიად შეცვალა იმ მოსწავლის, ასე ვთქვათ, მიდგომები, ფიქრები, გრძნობები. აი დიახ, მართლაც ესეა, ჩვენ პედაგოგებს ძალიან ბევრი დაფიქრება გვაქვს. ერთი ნაბიჯი, ერთი ქცევა, ერთი სიტყვა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენი მოსწავლისთვის. შეიძლება საერთოდ უარყოფითად შევცვალოთ და აუცილებლად უნდა ვეცადოთ ეს უნდა იყოს
დადებითი. ძალიან ბეწვის ხიდზე უნდა ვიაროთ მოკლედ ჩვენი იგა, გეტყვი, რომ მოსწავლეების წარმატებისთვის. ყველაფერში არ გეტყვი, რომ ანგელოზი ვარ და ფრთები მაქვს გამობმული ამ კუთხით განათლების სფეროში. ძალიან ბევრჯერ გავიარე ბეწვის ხიდზე. განაშეცდომებიც არ მქონია, მაგრამ როგორც იტყვიან, ფიქრისთვის გააჩინა კაცი უფალმა. მერე როდესაც დავფიქრებულ ვართ, გაგვიანალიზებია აი ამ ყველაფერმა დრომ, გამოცდილებამ, წლებმა, მიგვიყვანა ალბათ აქამდე. წარმატება ისე არ მოდის. ერთი გაზაფხულს, ერთი მერცხლის მოფრენა არ გვაუწყებს ხოლმე. ნამდვილად. გაგროვდა გამოცდილება. თვითონ ამ სკოლას ძალიან დიდი კულტურა და ისტორია აქვს, იცით? ამ სკოლის დირექტორობა, წყალტუბოს პირველი საჯარო სკოლის დირექტორობა არ არის ადვილი. თითქმის საუკუნე ნახევრის მქონე ისტორიის მქონე სკოლის მეთაურობა არ არის ადვილი. ნამდვილად. ბევრ რამეზე დაფიქრება გმართებს. ვიც მუშაობს, მასაც მოდის შეცდომები, მაგრამ პატარ-პატარა შეცდომები ვფიქრობ არაფერია. ისე როგორც დამარცხების გარეშე კარგი გამარჯვება არ არის ხოლმე. ნამდვილად. ნამდვილად ასეა, ნამდვილად შეცდომებზე სწავლობთ და ჩვენს მოსწავლეებსაც უნდა ვასწავლოთ, რომ შეცდომები უნდა დავუშვათ სწორედ ამიტომ. აი ეს შეცდომებზე ვსწავლობთ და ვაგებთ მერე შემდეგ ჩვენ წარმატებას. და მაინც, ქალბატონო ფაგიზა, თქვენ ისაუბრებთ პროექტებზე, კლუბურ მუშაობაზე, უამრავ წარმატებაზე, მაგრამ მინდა რომელი პროექტი ან ინიციატივა აღმოჩნდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ამაღელვებელი თქვენი მოსწავლეებისთვის, თუ შეიძლება რომ გავიხსენოთ. ალბათონო იგა, მინდა სიამაყით გავუწყოთ ის ფაქტი, რომ საქართველოში სულ რამდენიმე პატრიოტი სკოლა. ზოგადი განათლების ეროვნული მიზანები ხომ იმას მიგვითითებს, რომ ეროვნული ტრადიციების მატარებელი პიროვნება გავსართოთ. და როდესაც გამოცხადდა ფონდი საქართველოს ემიგრანტების მიერ პროექტი პატრიოტი დიასპორელი, უმალვე ჩავერთვეთ მასში ჩვენ. ეს გახლავთ პროექტი, როდესაც საქართველოს ფარგლებს გარეთ გასული ემიგრანტები მოდიან საქართველოში და განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით გარკვეული პერიოდი სწავლობენ ჩვენთან. თქვენ სკოლაში? დიახ, ჩვენ სკოლაში. 5-7 სკოლა ვართ სულ ასეთი და მე სიამაყით გავუწყებთ, რომ ჩვენ ვართ სკოლა, პირველი სკოლა, რომელმაც სასწავლო წელი პატრიოტი დიასპორელებისა გახსნა წყალტუბოში. ესე იგი, არსებობს ლინკი, სადაც ემიგრანტები სურვილისამებრ ავსებენ განაცხადს სკოლისას, სადაც მათ უნდათ სწავლა. ой, რა საინტერესოა. დიახ, ამის ხელმძღვანელი გახლავთ საქართველოში ქალბატონი ქეთევან კინწურაშვილი და გერმანიაში მისი ქალიშვილი ქალბატონი ნინო. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამეხარდა, როდესაც საბერძნეთიდან ქართულ ფესვებს მოწყვეტილი მაისურაძის ქალვაჟი ჩვენთან სკოლაში მოხვდა. მთელი წლის განმავლობაში ჩვენთან სწავლობდნენ და მერე ამ პროექტის ერთგვარ შეჯამება გავაკეთე გერმანიაში, ქალაქ ჰანოვერში, როდესაც საზოგადოების და თვითონ ამ პროექტის ავტორის წინაშე წავსდეგი ერთგვარი ანგარიშით, თუ რა წარმატებული იყო მათი სწავლა ჩვენთან, როგორ დაუახლოვეთ ისინი ქართულ ფესვებს და უფრო მეტიც. ჩვენ ქალაქის ხელმძღვანელობა ჩავთეთ ამ პროექტში და ქალაქის მერმა ბატონმა გენადი ბალანჩივაძემ გამოთქვა მზაობა, რომ თუ რომელიმე ახალგაზრდა ემიგრანტი წყალტუბოში ისურვებდა სწავლას, მას დააფინანსებდა წყალტუბოში ჩამოსვლისთვის და რა ფიქრობ ეს საინტერესოა. ნამდვილად მისასალმებელია. ამიტომ ნამდვილად. ასე სენსიტური იყო ჩვენთვის, ზოგადად სკოლისთვის ის ეხლაც გრძელდება ეს პროექტი თქვენთან? რა თქმა უნდა გრძელდება, როგორც კი ჩვენ მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული და ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, როგორც კი ვინმე სურვილს გამოთქვამს, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ, ვითანამშრომლოთ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე
განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით. მინდა იმ ინიციატივებზეც გავამახვილო ყურადღება, რასაც ქვია 3 კონფერენციის დანერგვა. ერთ დღესაც თქვენ იცით, როდესაც წერთ ხოლმე და რაღაცა მასწავლებლეს ეს ჩვევა გაქვს, რომ რაღაც ხაზავთ ხოლმე ასოებს და აი ერთ ტრენინგზე მომივიდა უცებ აზრად 3 მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი. ნახეთ? რაღაც სამკუთხედია. მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი და ამ სამკუთხედის თავში არის მოსწავლე. ჩვენ სამკუთხედის ბოლოები ვართ. მოსწავლე არის თავში, მასწავლებელი და მშობელი ბოლოში. ვაი. ამიტომ დავნერგე სკოლაში, სადღაც 7-8 წელია, ყოველ მარტში ვმართავ კონფერენციას 3M. ჩვენ ერთად ვართ. მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი. ამ კონფერენციაზე გამოდიან მოსწავლეები, მშობლები სხვადასხვა პროფესიის. მაგალითად, პანდემიის პერიოდში არ გქონდა ეს კონფერენცია, ონლაინ გქონდა, მაგრამ ექიმი აკეთებს მშობლებისადმი ერთგვარ სამედიცინო კუთხით რჩევებს. თუ მყავს რომელიმე მაგალითად იურიდიული სფეროდან რა ითვლება დანაშაულად. ანუ სხვადასხვა პროფესიის მშობლები მშობლებთან ატარებენ პატარა პრეზენტაციებს თავიანთი პროფესიიდან გამომდინარე. მოსწავლეები თავიანთ წარმატებას უზიარებენ მშობლებს და მასწავლებლები წარმატებული პრაქტიკის შესახებ. რისთვისაა ეს საჭირო? აღიარება ისეთივე ბუნებრივი მოთხოვნა ყველა ადამიანისა, როგორც შიმშილით და აი ჭამით დაკმაყოფილება. ბუნებრივი მოთხოვნა ხო? ხშია უნდა შეჭამო. და თუ ადამიანი რაღაცას წარმოადგენ, შრომობ და ამის დამნახავი ყავს, წახალისებისთვის გინდა აღიარება. თუნდაც არ იყოს მატერიალური და ერთი პატარა სიგელი და საზოგადოებამ გაგიცნოს. მე მახსოვს ასე დავიწყე თავის დროზე, იცით? და მან მიბიძგა უფრო დიდი საქმეებისკენ და მოსწავლეების აღიარება ხდება, მშობელთა დაახლოება ხდება, ვაკეთებთ შესვენებას კოფე ბრეიკს. ამ კოფე ბრეიკის დროს მუსიკალური ნომრები, მღერი მეც ჩემ მოსწავლეებთან ერთად. ეს არის არაჩვეულებრივი და ერთ ასეთ კონფერენციის დროს აუცილებლად მოგიწევთ. თუ ჩავეტიეთ თემების მოკლე პრეზენტაციებში, აუცილებლად მაქვს ხოლმე რაიმე ღონისძიება, ან უფრო ვცდილობ ბოლო დროს თეატრი ვაჩვენო მშობლებს და თავიანთ შვილში ისეთ უნარებს აღმოაჩენენ ხოლმე, რომლებიც არ იციან. ძალიან მშობლისთვის ეს მარტის თვეში, დედის დღესთან დაკავშირებით, ყოველ მარტის თვეში 7-8 წელია ვატარებთ ამ კონფერენციას პირველ ნახევარში, გავაკეთებთ კოფე ბრეიკს და მეორე ნახევარში მერე გვაქვს აღონისძიება ან რომელიმე თეატრის პრემიერა. ამაზე უკეთეს საჩუქარს ვფიქრობ. მშობლებს ვერ გავუკეთებთ. ვანახებთ რას ვასწავლით და მერე არაფორმალური კუთხით რა უნარ-ჩვევებს ვძენთ მოსწავლეებს აგრეთვე სკოლაში. მინდა ერთი ღონისძიების შესახებაც გითხრა, რომელიც დავამკვიდრე სკოლაში და ლამის სათემო დღესასწაულად იქცა. ხო არ წაგართვით დრო? რა ვიცი? არა, გისმენთ. მახსოვს, როცა სტუდენტი ვიყავი, მე მეორე პროფესია მაქვს ჟურნალისტობა და ვიყავი ქალბატონ ნანული ცხვედიანთან, რომელსაც კაბინეტში ჰქონდა ედელვაისის ფოტო. და ეს ჰერბარიუმი რო დავინახე, რა არის მეთქი ვიკითხე და ედელვაისო და მაინდა-მაინც ყვავილმა ვერ მომხიბლა. მაგრამ მერე გავიგე, რომ ეს ყვავილი მხოლოდ მაისში ხარობს და კავკასიონზე ხარობს. ყვავილობს მაისში. ნუ რაღაც ჩემ ცნობიერებაში ჩარჩა ეს და როცა სკოლაში მოვედი, გადავწყვიტე, რომ წლის ბოლოს გამეკეთებინა ედელვაისის დღესასწაული, იმიტომ რომ ჩვენი წარმატებული შედეგით
მოვიპოვებთ ვირტუალურად ედელვაის ჩვენ. წყვეტ სიმაღლეზე ვირტუალურად წარმატებას. თქვენ უნდა ნახოთ, როგორ ემზადება მთელი სკოლა ედელვაისობისთვის, იმიტომ რომ წარმატებული მოსწავლეები, პედაგოგები, დამრიგებლები, კათედრის ხელმძღვანელები მატერიალურად და მატერიალურად და სიგელებით ჯილდოვდებიან, ერთად მღერით, ერთად ცეკვავთ და დასასრული გვაქვს საოცარი, მაშინ, როდესაც ბოლო დღეები სკოლაში მოსწავლეები არ დადიან, ჩვენი 15 ივნისი არის ფანტასტიკური. ძალიან საინტერესოა და სიტყვები არ მაქვს. ოჩახ. YouTube-ზე ყველამ შეუძლია ნახოს ედელვაისობის დღესასწაულები ჩემს გვერდზე, რასაც ვამბობ, ყველაფერი ატვირთული გვაქვს. პირველი საჯარო სკოლის გვერდზე. ძალიან საინტერესოა, ძალიან საინტერესოა. ნახეთ ქალბატონო ფაქიზა, ზოგადად ალბათ ეს ყველაფერი ისევ და ისევ მივდივარ იმამდე, რომ გამოწვევების წინაშე დგება. ზოგადად ქალბატონი ფაქიზო ალბათ ხშირად. მაინტერესებს და ალბათ საზოგადოებასაც აინტერესებს, როგორ ინარჩუნებთ ძალას, როგორ ინარჩუნებთ ამ мотиваციას მაშინაც კი, როცა გამოწვევები ძალიან რთულია და დარწმუნებული ვარ, რომ ციები ხშირად არის ჩვენ ცხოვრებაში და რა თქმა უნდა თქვენთანაც. ასტროლოგიის თუ გჯერათ ქალბატონო ინგა? რას ნაკლებად, რა თქმა უნდა, მაგრამ არის რაღაც სიმართლის დიახ, მართლი. ისმენ. ჰოროსკოპი ვარ ვერძი, დიახ, წელიწადით ვარ ძაღლი. აკი გითხარი, რომ გულწრფელი ვარ მეთქი. ძალიან და ერთი. დიახ, ვერძი დიახ. პირველი სახლია ზოდიაქოსი. მახსენდება ბატონი ოტია იოსელიანის ერთი მოთხრობა მეწინავე. ჯიხვია, ჯიხვი. ქარაფზე გადარჩეხვა ურჩევნია ჯიხვს, ვინმეს დამონებას. აკი აცხადებს ბატონი ოტია, ჩემთ თავს ზემოთ მარტო უპალიაო. რთულია, რა თქმა უნდა. ცხოვრებაში ბევრი უმადურობა შემხვედრია. პატარ-პატარა იმედგაცრუებებიც. მაგრამ საბედნიეროდ მაძლიერებს ესე. ვერ წარმოიდგენთ როგორ. აი, როდესაც ფრუსტრაციაში უნდა ჩავარდე, როცა უკვე ზოგჯერ არაფერი აღარ მიღირს, ნახეთ რას ვეუბნები, ფაქიზო. როგორ შეიძლება ამან შენ მადლის კეთების უნარი დაგაკარგიოს? როგორ შეიძლება ამან გაგაპოროტოს? შენ ხო ეს არ ხარ. თუ მოგერია ის, რამაც შენი ტკივილი, რამაც შენი უიმედობა გამოიწვია, მაშინ შენ არ ხარ შენ. გეტყვით. ცუდას რად უნდა მტერობა? კარგია მუდამ მტრიანი, მთიდან დავგუგუნებდა ვაშა. დიახ. რთული გამოწვევებისთვის, თუ პატარა რაღაცას წარმოადგენ, მუდამ უნდა იყო მზად. ეს საინტერესოა. 55 წლის ვარ და უკვე გამოვიბრძმედე, იცით? როგორ არ მქონია ძალიან ბევრი გულის ტკივილი, ძალიან ბევრი დაუნახაობა, შეიძლება მაინც გრძელდება, მაგრამ მე ხო ამას დასანახად არ ვაკეთებ. რასაც ვაკეთებ, მინდა ნაკეთებ. მეს მინდა, ეს ჩემია. ვერ შემცვლის, რაც შენია, შეიძლება შეიცვალოს. ნამდვილად. დედაშვილს შორის ურთიერთობა შეიძლება შეიცვალოს. შვილს რო უვლი, შვილს რო ზრდი, შვილისთვის ყველაფერი კარგი რო გინდა, ეს იმიტომ გინდა რომ ვინმე დაინახოს. ეს ხო გინდა შინაგანად. ის ხარ შენ, ის დედა ხარ შენ. ხო და ის ვარ მე, რაც შემიძლია, რაც მინდა. არავინ არ უნდა შემცვალოს. რკით გავიტან, მაგრამ მაინც გავიტან. უფრო მაძლიერებს. ერთი გამოთქმა ღმერთო მიმრავლე მტრებიო. ისინი ძალიან მაძლიერებენო.
რაღაც მომენტში, რაღაც გარკვეული წუთები, ერთი დღე, ორი დღე შეიძლება გამოიწვიოს აი რაღაცა, მაგრამ აი სფინქსებ დგები მერე ინკა. გინდ დამიჯერეთ, გინდა რა. აი უცებ წავიმართები და ისევ იმ შემართებით. აი მე თქვენ განახებთ ვინა ვარ. მე მაინც ამოვთხრი ჭყალებში, მონანიებაში რა ხო იცი. არ დავნებდები. იმიტომ რომ არ ვარ ისე სუსტი რომ დავნებდე. არა. ძალიან საოცარია, ჩვენ ალბათ ბევრი მოსწავლე გვიყურებს, კოლეგა გვიყურებს, მეგობარი გვიყურებს და ბევრისთვის მართლაც მოტივაციის მიმცემი იქნება ეს სიტყვები და მადლობა ამისთვის, მადლობა, მაგრამ კიდევ ერთი კითხვა მოდით ახლა აი შემოვუვლი. ალბათ არის ვიღაც, ალბათ არის რაღაც, რომელიც გაძლევს შთაგონებას ყოველდღიურ საქმიანობაში. ამ კითხვაზე რას გვიპასუხებთ ქალბატონო ფოქისო? ყველა გოგო, ყველა ქალი პოტენციური დედაა. ინკა. ბოლომდე რეალიზებული ქალი დედა ხდება. ამაზე დიდი რამ უფალს ქალისთვის არ დაუბერტყი. ყველაზე მეტად შვილი. თუ რამე სტიმულს მაძლევს ამ ქვეყანაზე, თუ რამე ძალას მაძლევს ამ ქვეყანაზე, თუ რამეს ვაკეთებ, პირველ რიგში შვილისთვის. შვილი არის ჩემი პირველი შემფასებელი, უტყუარი ობიექტური. ყველა სიკეთე მისთვის მინდა. მოსწავლეებისთვის მინდა და რა გასაკვირია კონკრეტული შვილისთვის რომ მინდოდეს. რა თქმა უნდა. ფანტასტიკური დედმამიშვილები მყავს ინგა. ფანტასტიკური. 5 თითია ტევანზე. 5 დედმამიშვილი ვარ. როცა ძლიერი ხარ, ჯიღი კეთდება, ნახე? თუ გაიშლება, როცა გვემხიარულება, ჩვენ ცეკვა სიმღერას არაფერი ჯობია. და თუ მტრულად დაგვიდგება, ჯიღად იქცე. ვაუ. მისი ძლიერი ჩემი დედმამიშვილებია. და ყველაზე მეტად რაც სულ მახსოვს და რითაც ყველაზე მეტად ამაყივარ კიდე ჩემი მამა და დედა. მახსოვს მამა ჩემი მეუბნებოდა თქვენ საწყლებო რომ მოვკვდები კიდე დიდხანს ანგარიშ გაგიწევენ ჩემი შვილობით. მადლობა ჩემს დედას და მამას იმისთვის რომ ასეთი დედმამიშვილები მყავს და საჯაროდ სოციალურ ქსელში მარტო ქართველები არ უყურებენ. მადლობა ჩემ მამას რომ ასეთი შვილი გამიზარდა და დამიტოვა. მე 4 წლის შვილი დამრჩა, როდესაც მეუღლე გარდამიცვალა და ის ვაშკაცი რაც და ვინც დღეს არის, ლომის წილი მამა ჩემის დამსახურებაა რომ ასეთია. მადლობა ჩემს მშობლებს. მადლობა ჩემს დედმამიშვილებს. მადლობა ჩემს ერთადერთ სამოძირო შვილს. მადლობა ჩემს საქმეს და ჩემს მეორე ოჯახს. ესენი ერთიან თლიანობაში. აი ამათთვის ვაკეთებ ყველაფერს. ღრმესი მადლობა, სენსიტიური იყო ნამდვილად, მაგრამ რეალური დიახ, ცხოვრება ყოველთვის რთულ ეტაპებს გვთავაზობს, მაგრამ ჩვენ უნდა გადავლახოთ, უნდა გადავიაროთ, დაღმართი, აღმართი ავიაროთ და მივახციოთ ჩვენს მიზნებს. მადლობა ჩემგანაც თქვენს მშობლებს იადავარც ეხაროთ მასაფლავზე, აცხონოს მათი სული უფალმა და თქვენი ვაშკაცი კიდე მუდამ უფლისგან დალოცვილი ყოფილიყოს. ქალბატონო ფაქიზო, ჩვენ ახლა გვიყურებს დაახლოებით, რასაც ლაივი, ნუ შემოსულია სადღაც 1000-მდე, ნუ ზოგჯერ 200-ია, 300-ია, მაგრამ ერთი მეორეზე ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს ჩვენს ლაივს. დარწმუნებული ვარ, გვიყურებს ახალგაზრდები, გვიყურებს ახალგაზრდა კოლეგები, მოსწავლეები და
ეხლა კი ესეთი კითხვა მაქვს თქვენთან. რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდებს, რომლებიც მომავალში ლიდერობაზე ფიქრობენ? ალბათ ძალიან საინტერესო იქნება თქვენს კითხვაზე პასუხი. დარწმუნებული ვარ, ისინი გავაცდებით ელოდებიან ახლა ამ პასუხს. ასევე კიდევ ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ დღეს თუ არ შემოუერთდა გარკვეული მიზეზის გამო, ახალგაზრდებიან თუნდაც საზოგადოება, ეს ჩვენ ლაივში იქნება, მაგრამ ლაივი ზოგადად წაიშლება, მაგრამ YouTube-ის სახით ყოველთვის იქნება ჩვენს გვერდზე და პროგრამისტის ინკა. ნებისმიერ დროს შეეძლებათ საოცარ პოდკასტ დღევანდელი დღისას. გისმენთ ძალიან ქალბატონო? სენსიტურია, იმიტომ რომ ჩვენს დიალოგს აუცილებლად საფუძვლად უდევს გულწრფელობა. ჩვენ პედაგოგები ვართ, ინკა, სხვანაირად არ შეიძლება. ახალგაზრდები გვიყურებენ და მათ უნდა იცოდენ გულწრფელობის ფასი. რას ურჩევდი ახალგაზრდებს და არა მარტო ლიდერებს, მომავალ ლიდერებს, ინკა. პირველ რიგში იყვნენ ადამიანები, იცით? ნამდვილად. პირველ რიგში იყვნენ ადამიანები და არასოდეს არაფერი ადამიანური მათთვის უცხო არ იყოს. ყველამ ერთმანეთს ხელი უნდა ჩავჭიდოთ. ერთმანეთი უნდა გავიტანოთ. როგორც შეგვიძლია. რანაირადაც შეგვიძლია. ყოველთვის ჯეროდეთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. საუკეთესო მომავალი მოითხოვს ბრძოლას და თავგანწირვას. თუ რამე უნდათ გულისხმობ პროფესიის დაუფლებას, არა მარტო სწავლის გაგრძელებას. ნახეთ, იოტისოდენა პატარა ნიავმაც არ უნდა გაიაროს იქ, მათ სურვილსა და აუცილებლად განხორციელებას შორის. თუ გულით მოინდომებ, არაფერი ამ ქვეყანაზე შეუძლებელი არა. თავარია სიყვარულით, გულით მოკიდონ ხელი და მართლა უნდოდეთ. ვინმეს დასანახად კი არა. მართლა უნდოდეთ. და თუ ამას სიყვარული უდევს საფუძვლად, ადამიანის, მოყვასის, ოჯახის სიყვარული და ქვეყნის სიყვარული. სკოლაში მოსული ბავშვი ოჯახის დესპანი. საქართველოდან გასული ბავშვი თავისი ქვეყნის დესპანი. ეს უნდა ახსოვდეთ სულ. უნდა ახსოვდეთ ყველაზე დიდი ნავსაყუდელი საკუთარი ოჯახი. თუ საკუთარი ოჯახი არ გიყვარს, ქვეყანა არ გეყვარება. საკუთარი ოჯახი ოჯახის წევრებისგან შედგება. ოჯახის წევრივით შეიძლება ადამიანი კი ვერ შეიყვარო, მაგრამ ადამიანი უნდა გიყვარდეს ზოგადად. უნდა ეცადო, რომ რაც შეგიძლია ისე დაეხმარო. როგორც შეგიძლია ისე დაეხმარო. იმედი უნდა იყო. ისე უნდა ივარგო, რომ იმედი უნდა იყო. რა ჯობია იმედი რო ხარ. მადლიერი უნდა იყო ქვეყნის ქართველი რო ხარ. საქართველოში დაიბადე. ქართულად გაიზარდე და ქართველად. უნდა მადლობდე უფალს, რომ ოჯახი ყავს. უნდა მადლობდე უფალს, რასაც განიჭებს იმისთვის. უნდა გახსოვდეს, რომ უმადურება ყველაზე დიდი ცოდვა. უმადური არ უყვარს არც ღმერთს და არც კაცს. და ესეც იცოდე. თუ მადლიერი იქნები ყოველი დღეს, მადლიერი იქნები ადამიანი, შენი მადლიერიც იქნებიან და ცხოვრებას აქვს მაშინ აზრი. შენი ამ ქვეყნად მოვლინების საზრისი არის არა შენი პროფესია მარტო, ამას გულწრფელად გეუბნები. არავის უნდა შენი ქართული ან რუსული ან მაგარი სპეციალისტი ხარ, თუ ადამიანი არა.
თუ არ გიყვარს შენი ოჯახი, თუ არ გიყვარს შენი ქვეყანა, თუ არ ზრუნავ მის მისზე, მის უკეთესზე. ტატოს სიტყვები მახსენდება ახლა, მაგრამ რადგანაც კაცნი ქვია შვილნი სოფლისა. უნდა კიდევაც მისდიომას გესმას მშობლისა. არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს. იყო სოფლისთვის და სოფლისთვის არა ისროს. რა აზრი აქვს სიცოცხლეს, რომელიც არა იმედიანი ვიღაცისთვის. რა არის სიცოცხლე, თუ იმ სიცოცხლით არ წაადგება შენ ქვეყანას, შენ ზერს, შენს ახლობლებს, შენ ოჯახებს, შენ მეგობრებს და ასე შემდეგ. მარტო ამ კითხვის პასუხისთვის ხირდა ეს დღევანდელი დღის შეხვედრა. ძალიან დიდი მადლობა. მეც თვითონ შთამაგონებელი ესე ამ სიტყვებით დავრჩი შთაგონების ქვეშ და მართლაც ბრძოლას ყოველთვის აქვს. მართლაც აზრი თუ გულით მოინდომებ, არაფერია შეუძლებელი, თავარია გინდოდეს და ის იყოს გულიდან წამოსული და აუცილებელი სიყვარულია. აი ეს არის ის მოკლე, ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზგასასმელი სიტყვები, რომელიც შემოგთავაზა ქალბატონო გიზომ ამ კონკრეტულ კითხვაზე. ერთ პატარა ლექსსაც გეტყვი ინგა და ისე. ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია საქართველოსთვის. ასრთა სხვადასხვაობამ გათითო კაცება ერის არ უნდა მოახდინოს. ამიტომ ჯანსუღ ღვინჯილიას ლექსით დავასრულებ ალბათ ჩემს დიალოგს თქვენთან. დღე თუ ბოღმა და ღვարձლივან თხიეთ. ღამე ბოროტი ფიქრით ვატიეთ. შემეშალა და არ მაპატიე. შეგეშალათ და არ გაპატიეთ. თუ არა ეწყო სიტყვა წამლებად. სიკეთე მტვირთი თუ ვერასწია. ცხოვრება მართლაც არის წამება და სიცოცხლეს ჩალისფასი აქვს. მე არ მინდა ჩემი სიცოცხლე იყოს ჩალისფასი. უღრმესი მადლობა ქალბატონო ფაქიზო და მე თუ შეიძლება კიდე ერთი 5 წუთი გავაგზავნეთ ჩვენ პოდკასტში. აუცილებლად უნდა დავსვა ეს კითხვა. მე ხედავ ფაქიზოს როგორც წარმატებულ ლიდერს, დირექტორს, განმანათლებელ ქალბატონს და ასე ვხედავ საოცარ ქალბატონს, რომელსაც ძალიან უყვარს ოჯახი. როგორ ახერხებს ქალბატონი ფაქიზო ბალანსის დაცვას პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში ასე კარგად, ასე ბალანსირებულად? თუ შეიძლება ესეც გვასწავლეთ. არ ვიცი, სადღაც ამოვიკითხე, ინგა. ბისთვის რა არის ბედნიერება? ბისთვის რა არის ბედნიერება? ჩემთვის არის ბედნიერება. როდესაც ვიღვიძებ და გავბივარ იქ, სადაც მელოდებიან და სადაც თავს კომფორტულად გრძნობ და სადაც ჩემს საქმეს ვაკეთებ. და ეს დავამატები. დიახ. და სადაც მისთვის ყველაზე ძვირფას განტობენ. დიახ, სადაც ჩემთვის ყველაზე ძვირფას. მოვბივარ აქ. დიახ. ბედნიერება, ხო? ორბიხარ იქ, რაც იცი გამოგდის, სადაც გელიან, სადაც იხარჯები ბოლომდე და რაც ძალიან გიყვარს. დაღლილი. მერე. მირბიხარ იქ, სადაც ყველაზე მეტად გელია. სადაც ყველაზე მეტად ჭირდები. და გელის ის ყველაზე მეტად ვინც გიყვარს ოჯახი. ხო და ორივე ერთად რო გიყვარს, დაბალანსება მოხდება ნამდვილად. მაინც მივდივართ სიყვარულისკენ. სიყვარული და სიყვარული. რა თქმა უნდა. უნიკალური პასუხი იყო ნამდვილად ქალბატონო ფაქიზო. უღრმესი მადლობა ჩემ
ელებს, ჩვენს სმენელებს მინდა მოვუწოდო, რომ მოდით ახლა ემოჯებით ნელ-ნელა უკვე დასასრულს უახლოვდება ჩვენი პოდკასტი. საბოლოოდ ყვავილები, გულები, კოცნები გამოუგზავნოთ ჩვენ ძვირფას ქალბატონს, მაგრამ მანამდე ერთი კითხვა კიდევ თუ არა სკოლის თუ არა მასწავლებელი, რა პროფესია გექნებოდათ ქალბატონო ფაქისო და უნდათ რაიმე ოცნება, როგორც აქვთ ხოლმე ბავშვებს ექიმი გამოვალ და ასე შემდეგ. თუმცა ვიცი რომ ექიმობას თქვენ არ ფიქრობდით და არ გინდოდათ. ჩემი მეორე პროფესია არის ჟურნალისტობა. ანუ ჟურნალისტიკაც დავამთავრე, გარდა იმისა, რომ ისტორია, ფილოლოგია დავამთავრე, მეორადი ფაკულტეტი, ანუ ერთი ინსტიტუტი რო დავამთავრე ჟურნალისტიკის განხრითაც. და მინდა გითხრათ, რომ რაც მინდოდა მადლობა უფალს, რაც მიყვარდა ყველაზე მეტად. იმ საქმეს ვემსახურე. ის არის და ვინც უნდა გამოსულიყავი მერე კიდევ, იქაც ჩავაბარე და იმასაც გავყევი. ანუ არ დავიტოვე ნაკლულოვანება გულში. დირექტორობაც მინდოდა. მინდოდა ნამდვილად, იმიტომ რომ მინდოდა ბევრი ახალგაზრდისთვის ლიდერული უნარჩვევები გამეღვიძებინა უფრო მეტისთვის. და სხვანაირი სკოლა ყოფილიყო. მე მგონი გავს იმ სკოლას, რომელიც წარმოსახული მქონდა. უკვე ამ 12 წლის მერე ნამდვილად დავამგვანე იმ სკოლას, რომელიც მინდოდა რომ ყოფილიყო. და მიხარია რომ ზრდი ბავშვებს, რომლებიც ისეთი ლიდერული უნარჩვევებით არიან შემკული, ლამის მალე მე შემცვლიან, აი ჩემი თვითმმართველობის თავმჯდომარე თუნდაც, რომელიც ახლა ზის და გულდასმით მისმენს და რომელიც გავიცანის, დიახ. გაიცანით. აი ასეთი ბავშვი თუ ბევრი გავზარდე, მაშინ ჩემი საქმე გამიკეთებია. დიახ, ნამდვილად ასეა. ქალბატონო ფაქიზო, და ბოლოს, რას ეტყოდით რამოდენიმე წინადადებით ჩვენს მსმენელებს, რომლებიც ახლა გისმენენ? ახლა ჩვენ არ გვისმენს მხოლოდ ქართველობა. სოციალური სივრცე ის გზა და საშუალებაა, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან ხილული და მოსმენადი ვართ. ბაჟას წერილი მახსენდება კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი. მართალია ქართველები ახლა ვართ ცოტა გამორჩეული ხალხი, მაგრამ არავინ არ არის ჩვენზე ნაკლები. ეს დედამიწა ვიმყოფოთ ადამიანებმა, იმისთვის რომ ყველამ ვიცხოვროთ. და სიცოცხლე, რომელიც გვეძლევა ცოტა ხნით, ამ წუთის სოფელში ნაადრევად ამბიციებისთვის ნუ მოვიკლავთ თავს. მშვიდობა ყველაზე ღირებული ამ ქვეყნად. ყველა ადამიანს აქვს ბედნიერების უფლება. ყველა ბავშვს აქვს სწავლის უფლება, სიცოცხლის უფლება. ხო და ჩემი ტრანსპარანტი საბოლოოდ ეს იქნება, გვიყვარდეს ადამიანებო ერთმანეთი. და არ იქნება გაუგებრობა მთელ სოფლიოში. მშვიდობა იქნება ყველგან. ისევ და ისევ სიყვარულით. გვიყვარდეს ადამიანებო ერთმანეთი. ძალიან შთამაგონებელი სიტყვებია. ეხლა რას გრძნობდა ქალბატონი ფაქიზო, როდესაც დაიწყებოდა ეს ჩვენი პოდკასტი და რას გრძნობს ახლა, როდესაც დასრულს უახლოვდება? მადლობა ინგა იმისთვის, რომ გავიხსენი მე თქვენთან. ყველაზე მეტად რასაც ფიქრობდი ალბათ იმას, რომ იცით რა? როდესაც მიდის დიალოგი ორ ადამიანს შორის, თუ არ გაიხსენი და ეს თქვენ ხელოვნებაზე იყო დამოკიდებული, ინტერვიუ საინტერესო არაფრით არ გამო. თქვენ შეძელით ის, რომ დაინახეთ ვინაა ფაქიზო. არა მარტო ძლიერი ქალი,
ლიდერი, რომლისთვისაც შეიძლება ზოგადად ვიღაცა არაფერი შეუძლებელი არ არის რა. თქვენ დაინახეთ ლიდერის მიღმა. ჩემი განცდები, ჩემი ფიქრები, ჩემი სურვილები, ჩემი განვლილი გზა. მეც ადამიანი ვარ. ერთი ქალი, თავისი სისუსტით და სიძლიერით. ჩემმა სისუსტეებმა გამაძლიერა. ჩემმა საყვარელმა საქმემ გამაძლიერა. საჭირო დროს, საჭირო ადგილას მოხვდი იმან გამაძლიერა. ოჯახმა გამაძლიერა, შვილმა გამაძლიერა, განათლებამ გამაძლიერა, იმიტომ რომ ყველას ვეტყვი, განათლება კეთილდღეობის საწინდარია. განათლების მიღებამ გამაძლიერა. კიდევ რა გამაძლიერა, იცით, ჟან-ჟაკ რუსო ამბობდა, რომ ადამიანთა მეცნიერებათაგან, რომელსაც ვასწავლითო, ვალდებულებების და პასუხისმგებლობების მეცნიერება უნდა შევასწავლოთ. ვიცი რა ვალდებულებები მაქვს, ქვეყნის, ხალხის, ოჯახის წინაშე გააზრებული მაქვს, ჩემი პასუხისმგებლობებიც გააზრებული მაქვს და შემიძლია ვთქვა, რომ ერთი გულწრფელი ინტერვიუ შეძელით, რომ ჩამოგერთვათ ჩემთვის და ყოჩაღ თქვენ ინკა, თქვენ ამას მიაღწიეთ და მადლობა იმისთვის, რომ მენატრებოდა ასეთი ფაქიზო. ჩემი წარსულთა რეალობით. მადლობა თქვენ, ქალბატონო ფაქიზო. მართლაც გვიამაყებით, გვეიმედებით. ეს გადაცემა, როდესაც შეიქმნა, სწორედ აი ამაზე იყო გათვლილი. ის ძლიერი პედაგოგები, რომლებიც დღეს მუშაობენ ჩვენ სკოლაში და აძლევენ განათლებას და არა მარტო განათლებას, მე ვთქვი თავიდანვე, მოსწავლის უამრავი კოლეგის წვატების გზაზე დამყენებელი ბრძანდებით. გააგრძელეთ ეს საოცარი საქმიანობა. გააგრძელეთ წინსვლა. გააგრძელეთ мотивация და ჩვენი ინსპირაცია. მაშასე, ჩემო ძვირფასო მსმენელებო, ჩვენი პოდკასტი დასასრულს მიუახლოვდა და კიდევ ერთხელ ვთხოვთ, ჩემო ძვირფასო მსმენელებო, გულები, ყვავილები, ვარსკვლავები, არ დაიშიროთ ჩვენი დღევანდელი საოცარი სტუმარისთვის, ჩვენი უძვირფასესი ქალბატონი ფაქიზოსთვის. დაი, ჩემო ძვირფასელი ეპიზოდი დასრულდა. და რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ეპიზოდი, ეს მხოლოდ პოდკასტი, ეს იყო დაუვიწყარი მოგზაურობა ქალბატონ ფაქიზოსთან ერთად. ჩვენ ვისაუბრეთ ცოდნაზე, განათლებაზე, ძალაზე, მასწავლებლის მისიის სიდიადეზე და იმ სიყვარულზე, რომელმაც ადამიანის გულში და სულში დაისადგურა, როგორც ქალბატონი ფაქიზოს გულში. ეს საუბარი ნამდვილად გვახსენებს, რომ როდესაც პედაგოგი უძღვნის თავის საქმეს, თავის თავს, მისი გავლენა ბევრად ცდება საკლასო ოთახის კედლებს. ის ქმნის ადამიანების გულებში ტოვებს კვალს და სიცოცხლეს უპირისპირდეს მერწმუნედ. ქალბატონო ფაქიზო, გმადლობთ თქვენი გულწრფელი ისტორიისთვის, თქვენი სითბოსთვის, თქვენი ენთუზიაზმისთვის, თქვენი სიყვარულისთვის. გისურვებთ თქვენ ის ენერგია და სიყვარული, რომელსაც გასცემთ, ქალბატონო ფაქიზო, ასმაგად დაგბრუნდებოდეთ უკან. და ყველა თქვენი ჩანაფიქრი წარმატებით დასრულებული იყოს, ასრულებული იყოს. და ახლა რა თქმა უნდა, მინდა მოგმართოთ თქვენ, ჩემო ძვირფასო ერთგულო მსმენელებო. მადლობა, რომ ისევ და ისევ აირჩიეთ Unfolding with Inga's პოდკასტი და ჩვენთან ერთად საოცარ ისტორიებში იმოგზაურეთ. თქვენ ხართ ამ პოდკასტის მთავარი ძალა, რადგან თქვენი ინტერესი და მხარდაჭერა გვაძლევს ფრთებს, რომ კიდევ უფრო შორს გავფრინდეთ.
ეს იყო მოდ დასაწყისი ჩემო ძვირფასებო. წინ გელოდებათ ბევრი საინტერესო ისტორიები საოცარ სტუმრებთან ერთად, უამრავი ახალი ისტორია და ინსპირაცია, რომელიც დარწმუნებული ვარ, გულში დიდხანს დაგრჩებათ. მაგრამ მანამდე კი დარჩით შთაგონებულნი დღევანდელი დღით. შეინახეთ მადლობა, ია. დღევანდელი ემოციები თქვენს გულებში და გახსოვდეთ, ყველა ჩვენგანს შეუძლია გახდეს ცვლილების წყარო. კიდევ ერთხელ უღლობა სიყვარულით და მადლიერებით, გემშვიდობებით და ბოლოს მინდა ქალბატონი ფაქიზოს სიტყვებით დავასრულო. განათლება კეთილდღეობის საწინდარია. გვიყვარდეს ერთმანეთი ადამიანებო. უღრმესი მადლობა ქალბატონო ფაქიზო. მადლობა წარმატებებს თქვენს გისურვებთ. გულს, ქალბატონო მადლობა იდა. დღევანდელი დღისთვის, მადლობა ჩვენ საზოგადოებას, მადლობა ჩვენს მსმენელებს, რომლებიც მხარს გვიჭერენ და ჩვენთან ერთად არიან და გვილამაზებენ ამ დღეს.